მოგესალმებით მეგობრებო და გუშინ მოусმინე კიდევ ერთ საკითხს გურიკასთან დაკავშირებით, ესე იგი 12 წლის მერე საქართველოს უშიშროების ჯგუფი ავიდა მლეთაზე და 12 წლის მერე რაჭველებივით დაიწყეს გურიკას ძებნა. აი რაც ეს არის არ ვიცი, ეს არის ეს ძალიან დიდი სამარცხვინო საკითხია, რაც საქართველოში ახლა ხდება, რომ 12 წლის მერე არ ჩატარა, 12 წელია რაც არ ჩატარებულა ასეთი სამძებრო ორგანიზაციები და ახლა ტარდება ის ორგანიზაციები, რომელიც უნდა ჩატარებულიყო ზუსტად იმ დღის მეორე დღეს, როდესაც დაიკარგა ბავშვი. საკითხავი არის იცით რა, როდესაც დედა დაადგა იმ ღამით ამ სპეცრაზმს, რომელიც ასულია მლეთაში და ესე იგი გადაკეტილია იქაურობა და ეძებენ სამაძებრო ორგანიზაციები ეძებენ გურიკას, დედას არ უშვებდნენ დანიშნულ ადგილზე, ხოლო იყო ვიღაცა ქალბატონზე საუბარი, რომელ ქალბატონსაც ჰქონდა მხოლოდ იქასვლის უფლება. ეხლა მეკითხვა მიჩნდება. რა ინტერესი უნდა იყოს იმის, რომ დედა რომელიც შვილს ეძებს, ასევე მთელი პოლიცია რომელიც შვილს ეძებს და უშიშროება რომელიც მის შვილს ეძებს, დედას აუკრძალონ იმ ადგილზე ასვლა. რამეს გააფუჭებს, რამეს ფეხს დაადგავს, ძვალს გატეხავს თუ რა მიზანია ეს ვერ ხვდები. აქ ჩდება ჩემთან მხოლოდ ერთადერთი ლოგიკური დასკვნა, რომ ალბათ ჩაფიქრებული აქვს ის, რომ აიტანონ ვიღაცის ძვლები, რომელსაც შემდეგ დაარქმევენ გურიკას ძვლებს და შემდეგ დედა რომელიც მოითხოვს რომ ძვლები მაინც მაპოვნინეთო, ჩვეულებრივად გაატარებენ ამ საკითხს, ის რომ აჰა ვუპოვეთ ამ ქალს ძვლები, ხომ? აი ესე უხეშად რომ ვთქვა რა, ძალიან უხეშად რომ ვთქვა. პირდაპირ გეუბნებით რა. ვინც ეძებს და ვინც ეს საკითხი გადაწყვიტა, რომ გურიკას ძვლების იმიტაცია შექმნას და ვიღაცის ძვლები აიტანოს იქ და ვითომ გურიკას ძვლები ნახოს, ხომ? აგერ გაჟღერდა უკვე კადრები, რომ იქ არ ყოფილა არანაირი მეწყერი და იქ ძვლები არსად არ იქნება ჩაფულული, უკვე დადასტურებულია და არ გაბედოს ვინმე, თუნდაც იყოს ეს ხელისუფლება, თუნდაც იყოს ეს საპატრიარქო, რომ გურიკას ძვლების იმიტაცია გააკეთოს, თორემ იცოდეთ, ცეცხლზე ასხავს ნავთს. თქვენ არ იცით ზეცაში რა ხდება. მე ვიცი რაც ხდება ზეცაში. ამიტომ ნუ აკეთებთ ისე, რომ სრულიად გაგანადგურონ იცოდეთ რა. მე ქართველ ერს ვაფრთხილებ. ქართველ ხელისუფლებას ვაფრთხილებ და ქართველ ყვავყორანთა საზოგადოებას ვაფრთხილებ, რომელიც სექტად არის უკვე გადაქცეული ქართულ მართლმადიდებულ ეკლესიაში შემძვრალის ქრისტიანთა სახელით. პირდაპირ გეუბნებით რა, არ გაბედოთ გურიკას ძვლების იმიტაცია. ბავშვი არის ცოცხალი. არაერთი ხილვა შემომივიდა კიდევ ჩემი მეგობრებისგან, რომლებიც ამბობენ, ბავშვი ვნახეთ, 5 სხვა ადამიანთან ერთად არის. ბავშვი არის ცოცხალი. და როგორც ჩანს, აქ სხვადასხვა საკითხები აქვთ კიდევ დაგეგმილი და სცენრად დაწერილი, თუ როგორ შეიძლება დედა გააჩერონ. დედას თუ გააჩერებთ, სრულიად საქართველოს ვერ გააჩერებთ და თუ სრულიად საქართველოს გააჩერებთ, ზეცას ვერ გააჩერებთ, იცოდეთ რა. დაგექცევათ თავზე მთელი ზეცა მეთქი, გეუბნებით. ამიტომ არ გაბედოთ და რაც ჩაფიქრებული გაქვთ, უკვე ვხედავ, არ გააკეთოთ ისე, რომ გურიკას ძვლების იმიტაცია შექმნათ იქ სადღაცა, ვითომ მეწყერში მოყოლილი და მტკიცებულება არსებობს, რომ მეწყერი საერთოდ არ ყოფილა იქ, ის გადაცემა, რომლებიც 12 წლის წინ ტელევიზიით გავიდა, იქ არც ერთ კადრში მეწყერი არ არის ნაჩვენები. იქ ის 8 ადამიანი, რომელიც დაშავებულად არის ვითომ მეწყერისგან, 8 ადამიანი ადასტურებს, რომ მეწყერი იქ არ ყოფილა და არანაირი მეწყერი არ ყოფილა, თუმცა წვიმის ნიადაგზე ისინი დაშავდნენ, ზოგი რა ვიცი დაეცა, ზოგი რანაირად დაეცა. მაგრამ ადასტურებენ, რომ იქ მეწყერი არ ყოფილა და მეწყერში არ მოყოლილან ისინი. ასე რომ ნუ გაქვთ ის ილუზია შექმნილი და ვეცდები ახლა წყნარად ვილაპარაკო, თორე ზოგი ერთება მომწერის ქალბატონო თამარო, ესე ემოციურად რო საუბრობო, კი მინდა უყურო ბოლომდეო, მაგრამ ყურები და თავი მეტკინაო და ძალიან კარგი ყურები და თავი თუ გეტკინათ, ესე იგი თავში ადიხართ უკვე და თავში იწყებთ აზროვნებას და არა გათიშულ მდგომარეობაში. თქვენმა თავმა დაიწყო აზროვნება, ესე იგი, რადგან გეტკინათ.
ძალიან კარგი თუ თავი გეტკინათ, უნდა გეტკინოთ. თქვენ გათიშული ბეტა მდგომარეობიდან გადადიხართ ალფა მდგომარეობაში და ეს ძალიან კარგი თვისებაა. თუ ვერ უძლებთ, გათიშეთ ცოტა ხნით, შემდეგ დაასვენეთ თქვენი თავი და შემდეგ კიდე გააგრძელეთ ჩემი საუბრები, თუ ესე ძალიან გინდათ რომ უყუროთ ჩემს საუბრებს. სხვანაირად საუბარი არ შეიძლება, კიდევ ერთხელ გეუბნებით. ისევ საუბრობ, როგორც უნდა ვისაუბრო. სხვანაირად საუბარი არ შეიძლება. კიდევ ერთხელ ვიტყვი რა. იმიტაცია, რომელიც გინდათ რომ შექმნათ მცდარი ძვლების. ჩაიდეთ, იცოდეთ უკან. ჯიბეში ჩაიდეთ ეგ იმიტაციები, თორე არ ვიცი რა იქნება ზეციდან რა. დანარჩენ ეხა უფრო და უფრო გამოდის ის საკითხები, რომ მომდის ორი ხილვა გამომიგზავნეს. ერთ-ერთმა თქვა, რომ ბავშვმა მიმიყვანა ეკლესიასთან, მეორემ თქვა, რომ ბავშვი არ იყო ბავშვი რაღა ბავშვი უკვე კაცი ბიჭი გურიკა არ იყო მონაზონის ფორმაში, მას ეცვა ჩვეულებრივი ტანსაცმელი და მასთან ერთად იყო კიდევ 5 ახალგაზრდა, რომელიც მასზე უფრო ახალგაზრდები იყვნენ. ეს ორი ხილვა არის შემოსული ჩემთან, ჩემი მეგობრებიდან და რადგან ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი ჟღერდება, ყველანი ჩაერთვნენ უკვე, ყველა მედიუმი და ყველა ადამიანი, ვისაც ხილვები შეუძლიათ, გამოიძახეს ხილვები და ამბობს ერთ-ერთი ბავშვი ვნახე, ანუ ბიჭი ვნახე მთაზე, ანუ მთაგორიანი ადგილი იყო, წააგავდა ოდნავ უდაბნოს, არ იყო ტყეღრე, იქ იყო უდაბნო და მასთან ერთად კიდევ 5 სხვა იყო. გენეტიკას ხომ ვერ გააყალბებენო, გენეტიკასაც გააყალბებენ თუ მოუნდათ. აგერ ჩემი ანალიზი ვითომ ლიმბურგში გააგზავნეს და გააყალბეს. ჩვეულებრივად გამიყალბეს, ანუ გენეტიკის გაყალბებას რაღა უნდა. აქ ისეთი გარდა ამისა გაჟღერდა კიდე რომ ვიღაცა სახელებია ჩამოთვლილი დადიანიძეებზე, ზუსტად მაგ პერიოდში 2010 წლიდან 2016 წლამდე ვრცელდება ესე იგი ინფორმაცია, რომ საჯარო რეესტრში არის დარეგისტრირებული დიდძალი ქონება, რომელიც ჩუქებით გადადის ერთი პირიდან მეორე დადიანზე, ერთი დადიანისგან მეორე დადიანიძეზე. ამიტომ ესეც გასათვალისწინებელია, თუ რა ჩუქებები მიმდინარეობს, არის თუ არა ის მამი და ამ ჩამოთვლილ პირთა სიაში და ასე შემდეგ და მოხდა თუ არა ამ ბავშვის გაყიდვა, მოხდა თუ არა შესაძლებელია რომ მომხდარიყო გარიგება, რომლითაც მიიღეს დიდი ქონება ან რაღაც საკითხი ჩუქების სახით და აი საკითხავე ვინ ვის რატო აჩუქა ამ ხელა ქონება, ხო? და უკავშირდება თუ არა ეს გურიკას ამბავს. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მე მჯერა რომ გონიერი გამომძებელის ყურამდე მივა და ამ საკითხებს გაითვალისწინებს და მაკა გაიხარეთ ამარ არ დანებდეთ ხო მე თუ დავნებდები ზეც არ დანებდება მაგას კვირდებით რა პირდაპირ გეუბნებით ზეც არ დანებდება რა ესენი თუ რამე გაყალბებას იკადრებენ თქვენ არ იცით მე რა მოხდება აქ კი გენეტიკაში აღმოჩნდება დნმ-ის ანალიზი საჭიროა დნმ-ის ანალიზი მაშინ უნდა გაკეთდეს ექსპრონტად დედამისის მხრიდან ისე რომ საზღვარგარეთ გადააგზავნოს და ზუსტი გენეტიკა და არ გარიოს აქაური სახელმწიფო იმიტომ რომ აქაური სახელმწიფო არ არის სანდო მე ჩემს გენეტიკურ კვლევაზე დავაფიქსირე რომ აქ არ არის სანდო ეს სახელმწიფო ის რომ ანალიზები გააყალბეს პირდაპირ თვალსა და ხელშვა გამიყალბეს და აქეთ მაბრალებდნენ რაღაცეებს რომ ვითომ მე გავღიზიანდი და მე ვარ გაღიზიანებული ასე რომ ფრთხილად იყოს სრულიად რომც გააყალბონ რამე რომც იკადრონ დედას ვიცავარ მაგათ იცით რა მოუვა გურიკა მაინც გამოჩნდება და მე კიდე გეუბნებით ცეცხლზე ნავთს ასხავენ მეთქი რა ყველანი ანუ ვისაც ჯერ თითი არ აქვს გასული ამ საქმეში ჯობია გარეთ დარჩეს რა და არ გაერიოს ამ საკითხში დამატებით ტყუილში არ გაერიოს თორე ცეცხლზე ნავთს ასხავენ ეგენი კიდევ მეხუთედ გავიმეორებ რა შინაგან საქმეთა სამინისტრო სანდო რა თქმა უნდა არა დედას არ უშვებს დანიშნულ ადგილზე სადაც დედა ეძებს შვილს არ უშვებს ღამით ურეკავს ჯერ იცის რომ
დედას სჭირდება გზაში 4 საათი და 1 საათით ადრე ურეკავს, რომ აიჩენ სამძებრო საკითხებს განახორციელებენ მლეთაში. ჯერ ღამის შუა ღამეზე რას მუშაობენ იქ, დღე იმუშავენ. შუა ღამე ვერ გავიგე რა სამუშაოებს აკეთებენ იქ. ასე რომ რატომ არის გადაკეტილი ეგეც საკითხავია, რატო გადაკეტეს ჯერ ეგეთი სამუშაოს აკეთებენ და ეძებენ, გადაკეტვა იქ რა შუაშია. ვის უკეტავენ და ვის უმალავენ, რას უმალავენ, ხო? გენეტიკის გაყალბებაც თავისუფლად შეუძლია ლალი ამბობს. რა თქმა უნდა, თავისუფლად შეუძლიათ გენეტიკის გაყალბება. არ ეგონოს ვინმეს, რომ ეხლა თუ ძვლებს გამოაჩენენ, ჩვენ ამას ვიყიდით რა. არ ეგონოს ვინმეს. ბავშვი არის ცოცხალი. ჩვენ თუ გიჟად შევგვრაცხავთ, ზეცა გადმოვა ზეციდან. იცოდეთ გეუბნებით რა, მამა ზეციერი ჩამოვადგო გეუბნებით და მერე მამა ზეციერსაც გაუყალბებთ ყველაფერს. იცოდეთ დაგატყდებათ სულები, იცოდეთ რა. გაქრება თქვენი სულები, ვინც ამ საკითხში გარევთ ხელს და კიდევ უფრო დამატებით წყვილებს მოიგონებთ. ჯერის ხალხი ხო დაისჯება, ვინც მედიაც დაისჯება. ის მედია საზოგადოება როგორ მოისყიდეს, რატო მოისყიდეს, რატო გააჟღერეს ასეთი ტყუილი რომ ვითომ და მეწყერი ჩამოწა, ეს ყველა დაისჯება ის ადამიანები. მამიდა და მათი მოდგმა ხომთლიანად დაისჯება. ის ხალხი, ვინც 13 იყო, 14 თუ 16, ის ხალხიც ყველა დაისჯება და ყველა ის ადამიანი, ვისაც გურიკა ყავდა და მალავდა, ყველანი დაისჯებიან და იცით რა, ეს არის მთელი ბატალიონი ხალხო. ეს იცით რამდენ ხალხს გამოააშკარავებს და რა ამოაყირავებულია უკვე სრულიად. ამოყირავებულია სრულიად ის აზროვნება, რაც აქამდე ქონდა ადამიანს, რომ ეკლესია არის სანდო და ძალიან ეკლესიიდან იწყება გაწმენდა. სწორედაც ეკლესიიდან დაიწყო ახლა გაწმენდა და ეს დაიწყო სვანეთიდან და შემდეგ ეკლესიიდან. აი ეს არის ზუსტად ის ჯაჭვური რეაქცია, რომელსაც მე პირადად ველოდი. თქვენ რას აკეთებდით არ ვიცი, შეიძლება ყვერებს იფხანდით ან ფანჩარს, მაგრამ მე პირადად ველოდი ამ საკითხს და ვაჟღერებდი. ვიღაცას თუ გონია რომ ეხლა დავიწყე საუბარი, რახან Facebook-მა ვიდეოები წამიშალა, 5 წელია უკვე საუბრობ და 5 წლის განმავლობაში თუ ეხლა გამიცალენ ძალიან დაგიგვიანია რა. ხო და თუ გაცნობა გინდა მაინც და 1500 ვიდეოს ნახვა გინდა, რომელიც მე ამდენი ხნის განმავლობაში ვწერე ყოველდღიურად, შეგიძლია გადახვიდე ჩემს YouTube კანალზე და ნახო Liquid Dogma თამარის ლაივზე. ნებისმიერ საკითხში ის რა ქვია, მაგას საპატრიარქოს მხელაც მაშინ დავიწყე, როცა ფაქტის წინაშე დავდექი და ყველას მხელა მაშინ დავიწყე, როცა ფაქტის წინაშე დავდექი. ასე რომ, რა ვიცი, თუ ვინმე ჩემი გაცნობა სურს და რო არ მლანძღოს იმასაც მოეკითხება რა. ნებისმიერი ადამიანი, ვინც აქ დაიწყებს ჩემს ლანძღვას და ჩემს უაზროდ ცილისწამებას, ყველას მოეკითხება, იცოდე. უშიშროებითგან არა, უშიშროებისგან კი არა. ზეციდან მოეკითხება თქო, ეუბნები და ვაფრთხილებ რა. კი იფხანდნენ ნამდვილადო. რა თქმა უნდა იფხანდნენ. აჰა, 12 წლის მერე გამოფხიზლდა ჩვენი უშიშროება. ხოლო 1 წლის წინ ჯვარზე რო ავედი იქ და პირდაპირ ვამხილე მღვდელი წირვაზე, რომ იუდეური წესით რატომ აკეთებთ მეთქი წირვას თქო, რატომ ატარებთ მეთქი წირვას თქო, იქ დამაყენეს უშიშროება თავზე. თითქოს სხვა საქმე აღარ ქონდა უშიშროებას, რომ ახალგაზრდა გოგოს სამი შვილის დედას, რომელიც პირდაპირ სიმართლეს ეუბნება მღვდელს ამბიონზე, არ დააყენოს უშიშროება. ხელს ნუ უშლით მღვდელს წირვაშიო და უშიშროების საქმე ეს გახდა თურმე დღეს ხოლმე მღვდელის დაცვა. მღვდელი რო თავის თავს ვერ დაიცავს. პატარა გოგოს წინაშე, ჩემ წინაშე რო ვერ დაიცავს და უშიშროებას გამოიძახებს. ვაი იმ საწოდავ ეკლესიას თუ ეკლესიად წოდებულია რა. არ ჯობდა რომ ამ საკითხებზე განეხილა და დახურული არ არის ეს საკითხი ჯერ. არავის არ დაუხურია და ამ საკითხისთვის მიეხედათ ვიდრე იქ ამოსულიყვნენ და 8 საათი ჩემთვის ეთვალთვალათ აბა რას ვაკეთებ, უშლი თუ არა, არ უშლი ხელს მღვდელს წირვაში. კითხვის დასმით. ჯერ საკითხავ რა ხელის შეშლა ის იყო, როცა კითხვა დაუსვი ხმამაღლა. კითხვა დავუსვი ხმამაღლა, მაგის დედავატირე მღვდლებო. მეტი თქვენი თავის დასვა არ შეგიძლიათ რომ უშიშროება არ გამოიძახოთ? არა, ისიც გითხარით რომ ნუ ვაჭრობთ მეთქი, ქრისტე რომ თქვა და დაგიბარათ მეთქი აქ ეკლესიაში თქო და ეს უფრო მოეწვათ. ვაჭრებს, გურიებს.
დიახ, სასტიკად უნდა დაისაჯენ ყველა ის პირი, ვინც რაიმეს მალავზე. დიახ და დაიჯებიან კიდევაც და ამაში დარწმუნებული იყავით. დასრულდა პარპაში, მგელთა, ყვავთა და მტაცებელ ცხოველთა და ფრინველთა პარპაში დასრულებულა. მას მერე რაც ენოქი გამოჩნდა ჩვენთან და ენოქის წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა ჩემი პირიდან მას მერე დასრულდა საქართველოში პარპაში. 2 წელი ჯერ იმას მე დავებოდნენ, რატო თარგმნე ენოქი ანათემაზე გადაეცემიო. რატომ თარგმნეო? ანათემას გადაეცემიო. ანათემას ფრთხილად იყავით, აქეთ არ გადაეცეთ, ბიჭო, აგერ ხედავთ უკვე რა ანათემას დაიწყო აქ. სრულიად საქართველოში. ასე რომ კარგად იყავით, მეგობრებო, აბა თქვენ იცით, მოხდა ისე რომ ენოქის დაცვაც მომიწია, ანუ მთელი საპატრიარქოს წინაშე ვიცავდი ენოქს და საბოლოო ჯამში გატყდა კლდე და თვითონაც დაიწყეს კითხვა ენოქის წიგნისა და მადლობლები არიან რომ რა კარგად გითარგმნია და რა კარგი რამე გითარგმნიაო. 2 წელი დამჭირდა მაგისათვის რომ გამეტანა ეს საკითხი, რომ ენოქი ბიჭო თუ ელოდებით, მაშინ წაიკითხეთ კიდეც მისი ნაწერები. ახლა ენოქის მეორე ნაწილის გამოდის და უფრო და უფრო გავძლიერდებით, რა თქმა უნდა, ენოქმა რაც დაგვიბარა რომ მართლებს გადაეცემა ძალაუფლება, მართლაც ეგრე არის. ასე რომ გილოცავთ და ვერ გააყალბებენ ეგენი ვერანაირ გენეტიკას, ვერანაირ ძვლებს ვერ დაგვიდებენ ჩვენ წინ და ასე რომ ფრთხილად იყვნენ რა. არ ვართ აქ მართლა ისე დაჯადოვებული ხალხი, როგორც ელია მეორის სიცოცხლის დროს იყო მოჯადოვებული ხალხი. მიაკოვდა ის ძაღლს თუ ძაღლი მიაკოვდა მას და ქართველ ხალხში უკვე დაიწყო თვალებში გამოხედვა რა. ქართველმა ხალხმა უკვე იმ ჯადოდან მოხსნა დაიწყო, რომელ ჯადოს ქვეშაც იყო. აგერ ვიღაცა მიკითხა რომ 12 იმან უცხო მიკითხა 12 წელი რას ველოდებოდით და იმას ველოდებოდით რომ ილია მეორის რომ 5 წელი ვებრძოლე მაგის დედავატირა და ბოლოს რომ მივაწყევლე. მეთქი თუ ილია მეორის წინაშე მე ვიყო დამნაშავე, მე ჩავიდო მიწაში და თუ არა და ეგ მეთქი ჩაიდო მიწაში. და მადლობა უფალს რომ ადამიანები იხსნებიან ეხლა მის მიერ მოჯადოებული ჯადოებისგან. სრულიად საქართველოს მოჯადოებული ყავდა. ის 700,000 ბავშვი, რომელიც მონათლა და 700 ბავშვი, რომელიც ბოლოში მონათლა მკვდარმა, ისიც დახსნილია, რო იცოდეთ რა. დიახ, და არავინ არ გაბედოს და ილია მეორეზე აქ არ დამიწეროს კომენტარი, თორე თითები დაემტრობა ზეციდან დაისჯება კი არა და გაქრება სრულიად რა. დედასპიცა ვარ მართლა გეუბნებ და გაფრთხილებ. არავინ დამიწეროთ აქ ილია მეორის გამო კომენტარი, თორე არ ვიცით რას გიზავთ რა. გაგაქრობთ მთლიანად. საღლმიფსმული საქართველოს განადგურა, ადამიანები გამოაფალოსა, დააშტერა. პირდაპირ თვალები აგიხილება და მიხვდებით ვისი გავლენის ქვეშაც იყავით თქვენ. პირდაპირ თვალები აგეხილება და გეხილებათ უკვე უმრავლესობას თვალები. ადრე თუ მწყევლიდით ახლა მლოცავთ, ხომ ხედავთ არა? და რატომ? იმიტომ კი არა რომ მე მოგჩხიბეთ, იმიტომ რომ სიმართლე გამოდის გარეთ. და ხედავთ თქვენ იმ სიმართლეებსაც, იმიტომ რომ მოჩხიბულობიდან გიხსნით ის სიტყვა რომელიც შენ პირიდან გამოდის. Ich kann da nicht sitzen. Wechselt Platz. პატი მეკითხება ენოქის წიგნი მინდა შევიძინო, სად შევიძენო. ენოქის წიგნი არის აი გადადით, გვერდი არის წიგნი. ენოქის წიგნი არის გვერდი ესეთი, ჩემი შექმნილი, იქ არის ყველა ტექსტი. ოღონდ დაუმუშავებელ მდგომარეობაში შეგიძლიათ იქ ჩვეულებრივ წაიკითხოთ, ან წიგნი შეიძინოთ ლევან პეტრიაშვილთან. მე არ ვყიდი მაგ წიგნს, ლევან პეტრიაშვილმა გამოსცა ეს წიგნი, მე მას ვაჩუქე ეს ტექსტი და კი არ ვაჩუქე, მე მას მივეცი იმისათვის რომ გამოეცა წიგნი. უსასყიდლოდ მივეცი. არ მიჩუქნია, უბრალოდ მივეცი რომ გამოეცი თუ გინდა შენ წიგნთან ერთად კონდეს, იმიტომ რომ თხოვა ადამიანმა რომ შენი ტექსტიც ჩავდოთ ამ წიგნშიო და ყიდის ის ადამიანი წიგნი, იმიტომ რომ თვითონ გამოსცა ეს წიგნი. მე არაფერი კავშირი არ მაქვს ამ წიგნის გამომცემლობასთან. და შეგიძლიათ ლევან პეტრიაშვილს დაუკავშირდეთ და კითხოთ მას აქვს თუ არა წიგნები. ასე რომ რა ვიცი რა, აი გეუბნებით რა რომ ძალიან ბევრ რამეს აიხდება ფარდა და ფრთხილად იყავით მეთქი, გაიმაგრეთ გულები, ისეთი რაღაცებს გაიგებთ, ამოგიყირავდებათ მთელი რეალობა. ამოგიყირავდებათ, თავდაყირა ეკიდა ოდინი აქამდე. ეხლა ოდინი გასწორდა, გავასწორეთ. ეყოფა ოდინს ამდენი თავზე კიდილი. და
თქვენშიც ამოტრიალდება მთლიანად ეს მთელი ეს სიცრუეები, რაც სიმართლედ იყო ნაჩვენები, დაინახავთ, რომ რა სიცრუეში ცხოვრობდით აქამდე რა. თამარ, სავარაუდოდ არის ჯგუფი, რომელიც იტაცებენ ხალხს, მარტო გურიკო არ არის ამ დღეში, ამიტომ მამიდაც არის დაშინებული და ვერ იტყვის. იცით რა არის? დაშინებაზე არ არის რა, სულ ერთია ვინ დააშინეს და ვინ არა. თუ ადამიანმა იცოდა სიმართლე და არ თქვა და დამალა, აქ არაფერი არ გაამართლებს, არც ზეცის წინაშე და არც კანონის წინაშე. ვერაფერი ვეღარ გაამართლებს იმ ადამიანს. რაც არ უნდა ზეწოლა მოეხდინათ ადამიანებიზე და რა თქმა უნდა, რაც არ უნდა ზეწოლა მოეხდინათ, ხო? ადამიანობას საქმეებით ამტკიცებს და გაიხსენეთ ქრისტე რას ამბობს? საქმენ მან გამხილოსო, ხო? და შენი საქმეებით განიშებიო. ასე რომ თუ შენ შეშინდი და შიშის ქვეშ იყავი და ადამიანები ამყოფე ამხელა ტკივილის ქვეშ, შენი ტკივილი უკვე და შენი სინანული და შენი ლაის საწყალო და დაგაშინეს არავის აღარ აინტერესებს უკვე არც ზეცად და არც კანონად რა, რო იცოდეთ რა. წავედი, ახლა გაკოცეთ, რა ვიცი, ბედნიერ დღეს გისურვებთ.